პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან 4 თვე გავიდა და 4 თვეა ბრიუსელი დუმს. ძალადობასა და სასახლეზე თავდასხმას არავინ გმობს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ეს აღარ არის დუმილი და ეს არის უკვე ბრიუსელის პოზიცია. დღეს 4 თებერვალია, 4 თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ. ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. და მართლაც რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პრეს-სპიკერის პირით ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოუცხადა. მეტის დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ღობის საქმეთ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან. თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეიცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული, უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო.